ალე კოცაბაძე უკვე 3 წელია რაც საქართველოში არ ყოფილა. ამ დროის განმავლობაში კი ნამდვილად მოასწრო რუსეთში დამკვიდრება და 3 სერიალის გადაღებაც. როგორც ჩანს, რუსეთი მისთვის ყველაზე მისაღები ქვეყანა აღმოჩნდა. მანამდე იყო ამერიკაშიც და ევროპაშიც. თუმცა დღემდე დარწმუნებულია, რომ ორივე მისთვის ძალიან მოსაწყენი იყო. მოკლედ რუსეთში უფრო ზუსტად კი მოსკოვში დღეს მას ძალიან კარგად იცნობენ. ალე კოცაბაძეს კარგად იცნობდნენ მაშინაც, როდესაც 80-იან წლებში ეკრანებზე ცნობილი ფილმი ლაკა გამოჩნდა. კიშო გლუნჩაძით მთავარ როლში, რომელსაც მსმენელი ჯგუფით კიშო და ინტელიგენცია იცნობს. საკმაოდ ავანტიურული საკურსო ნამუშევრისთვის მთავარი გმირი რეჟისორმა სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა. მეგობართან ვიყავი მე ჩემი ფირფიტებით, კიშო თავის ფირფიტებით. კიშოს მოეწონა ჩემი ფირფიტები, მე კიშოსი გავცვალეთ ესენი და დამეგობრდით რაღაც იქიდან. ეგ იყო და ეგ. მე რო ვფიქრობდი ვის უნდა ეთამაშო მთავარ ლაკაში. კიშომ თავის შემოთავაზა. მეც უარი არ მეთქვია. ამ ფილმის შემდეგ კი კიშო გლუნჩაძესთან ურთიერთობა პრაქტიკულად აღარ ქონია. ისე კი იმ შეხვედრის დროს ალე კოცაბაძეს ჯიმი ჰენდრიქსის ფირფიტები ქონდა კიშო გლუნჩაძეს კი სტივ ვანდერის. რაც შეეხება ჯიმი ჰენდრიქსს, რეჟისორი იმ თაობას არ მიეკუთვნება, რომელსაც მსგავსი მუსიკის მოსმენა მკაცრად ქონდა აკრძალული. სამაგიეროდ აკრძალვა უпростоროდ კი იდეოლოგიური პრობლემები მას უკვე ფილმ ლაკასთან დაკავშირებით შეექმნა. მოკლედ ლაკას გადაღება მაშინ ნამდვილი ავანტიურა იყო, რომელთან დაკავშირებული ისტორიაც ალე კოცაბაძეს ზუსტად ახსოვს. ქონდა გასაკეთებელი დიპლომი. ამისათვის უნდა დამეწერა სცენარი და გადავიღო ფილმი. დავწერე სცენარი და გადავიღე ფილმი. ესეთი ურთიერთობა მაქვს მაგ ფილმთან. არ უნდათ მაგ ფილმის გადაღება, რა თქმა უნდა, ერთადერთი ნორმალური ავანტიურისტი, ვინც აღმოჩნდა მაშინ, ვინც აიღო ეს თავის თავზე, იყო ნუგზარ ფოფხაძე, მაშინ ტელევიზიაში მუშაობდა, თავმჯდომარე იყო. და ფილმი, მოსკოვმა რა თქმა უნდა არ დაამტკიცა მაშინ სცენარი. და ფოფხაძემ გადაწყვიტა რომ შეეშვა როგორც ტელესპექტაკლი და გადაგვიღო ყველაფერი შავ-თეთრ ფირზე. მოსკოველი კინოცოდნე ეგეთი ანდრეი პლახოვ ის იყო ჩამოსული და იმან რომ აღიარა ეს რაღაც დაწერა ერთ სიტყვი რაღაც სტატია გაზეთ პრავდაში. და იმის მერე წამოყო თავი უკვე ქართულმა კომკავშირმა. არიქა ჩვენი შეკვეთით იყო გადაღებული ფილმი, რაც იყო ტყუილი. და უნდათ რომ კიდე ჩემთვის მოეწებებინათ ეს კომკავშირული პრემია, რადგან უარი ვთქვი. ამანაც რა თქმა უნდა გააღიზიანა ჩვენი კომკავშირი. მოკლედ განაწყენებულ კომკავშირს ალე კოცაბაძისთვის კომკავშირული პრემია აღარ გადაუცია. საბოლოოდ საქართველოში რეჟისორმა სულ 3 ფილმი გადაიღო. ლაკა შემდეგ ეკრანებზე 1991 წელს ღამის ცეკვა გამოჩნდა მისივე სცენარით, სოციალური თემატიკით და მთავარ როლში ზურაბ ბეგალიშვილით, რომელმაც ამავე ფილმში შესრულებული მამაკაცის საუკეთესო როლისთვის 1997 წელს ქართული კინოაკადემიის ჯილდო ნატო მიიღო. ამავე პრიზით აკადემიამ საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში ალე კოცაბაძეს დააჯილდოვა. დღემდე ამბობს, რომ ყველა ნამუშევარი, რომელიც საქართველოში გადაიღო, პრიზების გამო ნამდვილად არ გაუკეთებია, რადგან ყველაზე ნაკლებად სწორედ სცენაზე დგომა და აპლოდისმენტები აღიზიანებს. არ ვიტყვი რომ თავმდაბალი ვარ. მაგრამ როგორ ხდება, ეხლა ფილმს გადაიღებ და გაგრძელებ გზას. და ეს უკვე ეს პრემიერები და ეს პრიზები თუ რაც არის უკვე მის შემდეგ ხდება და ეს რაღაცნაირად უკან ქეჩავს ეს ყველაფერი და ეს უკან მოხედვა ცოტა ინტერესოა ჩემთვის. მესამე სამამულო ფილმი უკვე მარტოობის ორდენის კავალერი იყო გოგი ხარაბაძით მთავარ როლში. ამჯერად გალაქტიონის თემაზე ფილმი რეჟისორს საკუთარი ინიციატივით არ გადაუღია. მას იგი დაუკვეთეს. სისმარია ჩვენებით. ჩემი ლურჯა ცხენებით. სვენებით. ყველანი იქ არიან. ფილმის შემდეგ ალე კოცაბაძემ რუსეთში გადაინაცვლა, რადგან ჩათვალა, რომ საქართველოში კინოს ისტორია დასრულდა და მის ფილმებს აქ უბრალოდ არავინ დააფინანსებდა. თუმცა წასვლის კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი მიზეზი იყო ის, რომ როგორც თავად ამბობს, ძალიან უყვარს ხეტიალი. თუმცა რუსეთში ჩასული ქართველი რეჟისორი სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმებზე კი არა, სერიალებზე გადაერთო. დღეს რუსეთში რაღაც სიგიჟეა სერიალებზე.
და აღმოჩნდა რაღაც პერიოდი უნდა გაიარო იმისათვის რომ გააკეთო კინო დიდი სურათი. ნუ ეხლა ამის არ მგონია რომ ამის რომ ადამიანოთ ეხლა ეს ითაკილა რომ მე სერიალს არ გავაკეთებ და ბოლო რატო არ გააკეთებ? ხო ეს ვარჯიშია ხო? ვარჯიში კი სერიალი თეატრალური ბლუზი დაიწყო, ამბობს რომ ეს არ ყოფილა მისთვის საყვარელი თემა, რადგან სპექტაკლებზე ძალიან იშვიათად დადის და საერთოდ არ უყვარს თეატრი. მოკლედ რუსეთში მუშაობა რაღაცით უნდა დაეწყო, ეს რაღაც კი სერიალები აღმოჩნდა. ასეთები კი მის ანგარიშზე უკვე 3-ია. მალე კი ვალერი ტოდოროვსკისთან ერთად სრულმეტრაჟიან ფილმზე აპირებს მუშაობის დაწყებას, რომელიც უკვე იცის, რომ თრილერის ჟანრის იქნება. ყოველი შემთხვევისთვის პროდიუსერმა იგი ასე მონათლა. ეს ყველაფერი კი არც თუ მარტივად დაიწყო ალე კოცაბაძე რუსეთში ადვილად ნამდვილად არ მიუღიათ. ადვილად იმიტომ არ მომიღოს, რომ ჯერზერთი ბევრი უმეტესობა აყოლილია რაღაც აი მოდას ამ სერიალების და ყავთ თავიანთი რეჟისორები, რომლებიც ამ საქმეს იღებენ არ უყურებენ იმას, რომ იქ რა იქნება, როგორ იქნება, რამდენი ენერგია წაგივა, რომ იქ შენ ხელში უნდა მოაწერო ხელი, რომ ეს ბევრმა ხალხმა უნდა ნახოს. მომთხოვნი ვარ. აი ხალტურასაც ქვია იმას ვერ ვიტან. რამდენ დუბლს ვიღებ? არა, 6 სახიობზეა დამოკიდებული. ოპერატორზეა დამოკიდებული, შუქსია დამოკიდებული, უამრავ ტექნიკურ მომენტზეა დამოკიდებული. თორე ბევრი დუბლები არა. ცუდის მეტი ბევრი არ მოახმაროს. როგორც ამბობს, ნერვები მხოლოდ 8 სერიისთვის ყოფნის, ამიტომაც მისი 2 სერიალი სწორედ 8 სერიას მოიცავს. პირველი კი მხოლოდ 4-ს. როგორც ჩანს, ამ სერიალებით მან რუსეთს გარკვეულწილად ანგარიში ჩააბარა, იმისთვის, რომ სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღების უფლება მოეპოვებინა. ალე კოცაბაძემ 19 მარტს მესამე სერიალის სახელწოდებით ბუხტა ფილიპა გადაღება დაამთავრა. 2 დღეში მონტაჟი უნდა დაიწყოს. ამისთვის კი ისევ რუსეთში დაბრუნება მოუწევს. რუსეთში, სადაც რეჟისორულად იგი სერიოზულად გამოსცადეს. რუსეთში ბევრმა იცის თავის დროზე ლაკას დაატარებდნენ ჩემიანა. ვგიგში, MGU-ში აჩვენებდნენ ხალხს, აი ეს დღესაც ხვდებიან ხალხი, ხო ბიჭო ეს შენახარ, ეს შენახარ ის მარა ერთი აბსოლუტურად სხვა მომენტია ფილმის გადაღება დაუშვათ საქართველოში და ფილმის გადაღება უცხო ქვეყანაში. გამომცადეს, ყველას ცდიან. აი ეს რეკ მიხვედე და მე აი ისა ვარ და კი ბატონო აი შენ ეს ფილმი არ ხდება კაცრად არის საკმაოდ. როგორც ალე კოცაბაძე ამბობს, მისი ახალი ნამუშევარი კომერციულად სერიოზულად მომგებიანი უნდა იყოს. მასვე უკვე ძნელად წარმოუდგენია საქართველოში მუშაობა, სადაც 3 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულს დისკომფორტის გრძნობა საკმაოდ აწუხებს. ისე კი საქართველოში დაგეგმილ რუსეთის კულტურის დღეებზე, რომელიც მაისში უნდა გაიმართოს, მის პროდიუსერ ტოდოროვსკის უნდა ჩამოსვლა, რომელიც საქართველოში აქამდე არასოდეს ყოფილა. ალე კოცაბაძე არ გამორიცხავს, რომ მაისში ტოდოროვსკის თბილისში ჩამოყვება, თუმცა ამბობს, რომ შეიძლება ეს გადაიფიქროს კიდეც.